მე მინდა გაჩვენოთ მეგობრებო, დღეს იყო ძალიან სასაცილო ყრილობა ვითომ პრეზიდენტთან, მადამ პრეზიდენტთან და მის დედამ დაწყევლა ყველა მიიყარა იქ და ჩერგო უნდა ნახოთ როგორ შედის და როგორ დგება ეს ცალკე გეგია რა. ნუ ჩაპლინის დონე არ არის, მაგრამ ნახეთ, აი გავუშვით. ხმა არც არის აუცილებელი. როცა ეხება იმ რეტორიკას, რაც გამოყენებული არის ქართული ოცნების. ხმა არ უნდა ეს ჩვენს მუნჯური კინოკომედიის კადრი არის. ანუ ბობოხიძის გვერდით არ დგება რა, პარტია ვინც დაუშალა და კი არა აახია იმას და. პროსტა რა შეგვიძლია ვთქვა თამარ ჩერგოლეიშვილზე? მე მგონია რომ სრული სერიოზულობით ვამბობთ, აი ის რომ ამბობს თამარა რო ყვება რომ მე-12 სართულზე ვცხოვრობო და ავწდიო, ამ მე-8 სართულს ერთხელ ავიდე. კამიდან ჩამოვარდიო. სხვა ფეხსაცმელები რო აცვია რაღაცა და ამის საათის ნობა არ ვიცი რაღაცა როგორ იცი, როგორ რაღაცას აკეთებს? საყვარელი აი გენიოსებს რომ არა, გენიოსებს რომ ესეთი ყოფითი საკითხები რომ ცოტათი ერეოდათ ხოლმე. ოღონდ გენიოსების ორი აი მან გaqავს თავი და ჩვეულებრივად ქალს აქვს პრობლემა. მენტალური დაავადება რაღაც